4 ოქტომბრის საქმეზე ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ 16 ადამიანი დააკავა. ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკაგელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ დაკავებულთაგან ნაწილს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობის შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ნაწილს კი სამართალდამცავებზე ძალადობა ედება ბრალად. გარდა ამისა, გელაძის თქმით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი შაიშმელაშვილის და კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. შაიშმელაშვილს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ედება ბრალად. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დღეს დავაკავეთ კიდევ 16 პირი. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩვენს მიერ ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია სულ 62 პირი. უცხოოში მყოფი 2 პირის მიმართ კი დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ვიდეო მასალების დამუშავების შედეგად, ირკვევა, რომ სამართალდამცავების მიერ დაკავებულმა პირებმა 4 ოქტომბერს აქციის ორგანიზატორებთან ერთად ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და სასახლის დაკავება სცადეს. ამასთან აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად 35 პოლიციელი არის დაშავებული. მათ შორის ძალიან მძიმედ. მათ ძირითად ნაწილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდათ. დღეს აქტივისტებმა 9 ადამიანის დაკავების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. დაკავებულთა შორის არიან მარიამ მეყანწიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, დავით ღურწკაია, თემურ ქურციკიძე, მიხეილ თოლორაია, გია თოლორაია და კახა კვაჭანტირაძე. აქტივისტები წერენ, რომ მარიამ მეყანწიშვილი, რომელიც პროევროპული პროტესტის აქტიური მონაწილეა, 17 ოქტომბერს გამთენიისას საკუთარ სახლში 6 წლის შვილის თვალწინ დააკავეს. ის მარტო ხელადედაა. მარიამ მეყანწიშვილი ზაჰესის იზოლატორში უკვე მოინახულა მისმა ადვოკატმა ანა ბერიამ. ადვოკატის თქმით, წარდგენილ ბრალს ისჯერ არ გაცნობია, თუმცა როგორც მარიამმა უთხრა, მას ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავებიან. მარიამს უშუალოდ აქვს აყენებული, როგორც თვითონ განმარტა, მეჯერ არ გავცნობია ვალდების შესახებ დადგენილებას, თუმცა აქვს ის თამაშის კოდექსის 226 მუხლი, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, სამწორმე თავისუფლების აღკვეთის ითვალისწინებს აღნიშნული მუხლი, თუმცა დაზუსტებით ვერ მოგაწყვეტს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, სანამ უშუალოდ მტკიცებულებებს არ გავეცნობი. რაც შეეხება მარიამის მდგომარეობას, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მის მიმართ რაიმე კანონსაწინააღმდეგო დამოკიდებულებას ან ძალადობას იძულებას ადგილი არ ქონია. დილის 6 საათზე მოხდა უშუალოდ მისი დაკავება, დაიწყო ჩხრეკით, რომლის ფარგლებში წამოიღეს მისი კუთვნილი ფურთუკი, რომელიც თავადვე წარუდგინა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს, ასევე ამოღებული ტელეფონი, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემდგომ უკვე დაიწყეს დაკავების პროცედურა. მარიამი ამჟამად ზაჰესში არის გადმოყვანილი, მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ჯანმრთელობის ხელოვნური კუთხის პრობლემა არ აქვს, არის მხნედი და აგრძელებს ბრძოლას. სამოქალაქო აქტივისტის მარიამ მეყანწიშვილის დაკავებას მისი დედა ლამზირა ხახიშვილი შეესწრო. მისი თქმით, მარიამის ასაყვანად სახლში უამრავი პოლიციელი იყო მისული. მე და ჩემი მეუღლე გუშინ რაიონიდან ჩამოვედით ექიმთან კონსულტაციაზე და დღეს დილით გამთენიისას დაახლოებით 5 იქნებოდა დაწყებული უამრავი ადამიანი შემოვიდა ჩემი გოგონას ბინაში. ჯერ აღფრთოვანებული და გავღიზიანდი უფრო და ვერ გავერკვიე რა ხდებოდა, იმიტომ რომ არ ვიცი ჩემი შვილი მინიმუმ კაცის მკვლელი მეგონა, როდესაც ამდენი ადამიანი მოვიდა ბინაში. მე მოგახსენებთ, რომ შვილიშვილიც თან მახვდა 6 წლის გოგონა, რომელმაც ტირილი წამოიწყო და რაღაცნაირად პედაგოგი ვარ და დავამშვიდე ბავშვი, რომ იქ არაფერი ხდებოდა მსგავსი. თუმცა ბავშვებიც აზროვნებენ ახლა და ვიცით, ახლანდელი ბავშვებს არაფერი ეჭდება. გაკვირვებული დავრჩი იმით, რომ რა ვიცი, ადამიანები თუ ასე უნდა ისებოდნენ სამშობლოს სიყვარულისთვის, მე როგორც დედა მიამახება, რომ მარიამ მეყანწიშვილის დედა ვარ და სამშობლოს სიყვარულისთვის დაისაჯა ჩემი შვილი, ვნახოთ ცხოვრება გრძელდება. ასი მარიამ მეყანწიშვილი იქნება ალბათ დასჯილი სამშობლოს სიყვარულისთვის.
კიდევ ერთი დაკავებული სიმონ მახარაძის აყვანის შესახებ ინფორმაცია მისმა ბიძაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, სახლში, სადაც ბავშვებიც იმყოფებოდნენ, პოლიცია ავტომატებით შევიდა. როგორც დაკავებულის ოჯახის წევრი აღწერს, პოლიციამ მცირეწლოვან ბავშვს თავზე ავტომატი დაადო. მოგვიანებით მედიასთან საუბარში ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კვებახიძემ ბავშვის თავზე იარაღის დადებას სამარცხვინო ტყუილი უწოდა. მისი თქმით, ადამიანები კვირის განმავლობაში იმალებიან და მათ ასაყვანად სპეცრაზმის ჩართვა ამიტომ არის საჭირო. წარმოიდგინეთ, მეორე სართულზე ცხოვრობენ მცირეწლოვანი ბავშვები. ორი ბავშვი. ღამე 7 საათი იყო დაწყებული თითქმის. შემოვარდნენ 6 კაცი და ბავშვებს ავტომატი დაადეს თავზე. ბავშვმა გამოფხიზდა და შიშისგან დაიწყო ლაპარაკი, რომ მე არა. წარმოიდგინეთ, ბავშვი ვერ ლაპარაკობს და ის ბავშვი აალაპარაკეს. წარმოიდგინეთ, ანუ ყველაფერი თავი დავანებოთ, ანუ მცირეწლოვანი ბავშვები იციან რომ სახლში მცირეწლოვანი ბავშვებია, ყველაფერი იციან და ავტომატებს ადებენ ბავშვებს, წარმოიდგინეთ, დაძინებულ ბავშვებს, ავტომატებს თავზე. თბილისში 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების, ნივთის დაზიანების ან განადგურების, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით, ხმამძღვანელობის ან მასში მონაწილეობის მუხლებით მიმდინარეობს.